საოცარი ის არის, რომ ეს 9 ძალიან მნიშვნელოვანია. 9 ეს არის თან და ამას მზის თვალი ქვია. მზის თვალი, რა არის ეს მზის თვალი? ის არასოდეს არ ქრება. ის მარად ანათებს. ის მხოლოდ მიეფარება და გამოჩნდება. სადღაც მიეფარება, თვალს მიეფარაო. ხო, ასე თვალს მიეფარა. სადღაც დაიფარა. და თუ, აი როგორც ჭადრაკში არის, რომ ბოლომდე თუ გავალ ასიერი. და რას საკენეს ბოლოში რო გადის, უკან აი ზუსტად ისეთ არ მაგია, ისეთ თვისებას იძენს, რომელსაც ვერ დაიჭერ. ეს რომელიც აიგე მოუხელთებელი არის. ყველგან შეუძლია, გზა ყველგან ხსნილია, რადგანაც 9-ია თვითონ ასეთი. 9-ს გინდ მიუმატეთ თავისი გვარისა, ანუ 9-იანი. გინდ გაამრავლეთ. გინდ ერთზე, მაგრამ თავის თავზე გინდ გაამრავლეთ, გინდ შეგნებეთ, სულ 9-იანს მიიღეთ. ეს არის ერთადერთი რიცხვი, რომელიც ასეთ თვისებას ამჟღავნებს. სხვას ასეთი თვისება არ გააჩნია. მაშ რა გამოდის? გამოდის ის, რომ თუ მზე ვარსკვლავი თავის თავს ამობადებს თავისივე გულიდან, რადგანაც იწვის და ანათებს. ზუსტად ასეთი თვისება ქონიათ მზის შვილებს. ისინი არსაიდან, მხოლოდ საკუთარი თავიდან იბადებიან. იმიტომ რომ ეს დრიტა, ეს ცეცხლი, ეს სინათლე, ეს განათლება მასში ყოფილა. და ისინი როგორც საკუთარ კიდობას, აი წარმოიდგინეთ, ეს არის კიდობანი, აი ამ კიდობიდან თვითონ ამოიღებენ, არსაიდან ამოიღებენ აქედან ამ განძს და გასცემენ. ახლა წესით ხო უნდა დაილიოს ეს განძი ამდენი გაცემისგან. არა, როგორც მზე არასდროს არ დაილება, არის ალბათ მილიარდი წლები ამბობენ, მაგრამ მე მაგის არ მჯერა, იმიტომ რომ ის მუდამ იხლიჩება ატომი და ფეთქდება. რამ უნდა დალიოს? იღებს და გასცემს. აუცილებლად უნდა მიიღოთ კიდეც. მადლი სხვანაირად არ არსებობს. უნდა გასცეთ და მიიღოთ. წინათ არ მესმოდა მაგალითად რა საჭირო იყო ადამიანის გაჩენა. როცა ღმერთი ისედაც უკვდავია, მაგრამ აი რა უნდა გაუკეთოს ადამიანმა ღმერთს, რით უნდა შეეწიოს. მაგრამ თურმე ამას დიდი მნიშვნელობა ქონია. ღმერთს მამა ქვია, ხო? მამას ეციერი. მამას თუ კაც ძე არ აყავს, მამას როგორ ამ წოდებას ვინ მისცემს? კიდე დედა თუ არ აყავს ნაშოვი, დედა როგორ შეიძლება ერქვას? მაგრამ ქართული არის საოცარი ენა, რომელშიდაც მართლა არის რაღაც ღრმად დაფარული. მამაც შეიძლება იწოდოს არა მარტო ის, ვინც ფიზიკურად შვა, არამედ ის, ვინც სულიერად შვა. ანუ სულიერი მამებიც არსებობენ, სულიერი დედებიც არსებობენ და მამა დედაც არსებობს ფიზიკური, ბიოლოგიური. ესე იგი, ორი წვილი ქონია. აბა ვერხისწყალოსანი სხვა რა არის? რატო არის იქ? ერთი წვილი იქ არის არაბეთში, მეორე წვილი ინდოეთში. რას ნიშნავს ეს? ზუსტად ამას, რომ ჩვენშია ეს დრიტა. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ როგორც ღვთისა, როგორც ჩვენ თაიტყოდა ღვთიურნი, ასევე კაცურიც. და ამ მოვალეობას ასრულებს ერთი დედამიწის ზურგზე. ეს არის მართლმადიდებელი, რომელსაც აქვს უფლება და აქვს ძალაც იყოს ერთდროულად ღვთისაც და კაცისაც. ძე ორივე შეუძლია. აი ამიტომ ჩვენი გადამჯიშებელი და გადამგვარებელი ამ ქვეყნად არავინ არ არის. როცა ვლაპარაკობთ მართლმადიდებლობაზე, შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ განასხვავები არ არიან მართლმადიდებლები? არიან. როგორ არა? მაგრამ არსებობს ქმნილი და არსებობს შობილი. ამიტომ ქრისტე არა ქმნილია, შობილია. ხოლო მასავე ძლიერი და განათლებული გახლავთ ის ეშმაკი, ანტიქრისტე, მაგრამ
მას შობილი არ ქვია. რატო? რაც მიიღო მან ძალა მეუფებისა, მიიღო ცოდნით, განათლებით, მაგრამ დედის მუცლიდან არ მიუღია, ანუ გენეტიკურად არ მიუღია. აი ამიტომ არის ქრისტე ერთი გაფრენით ყოველთვის წინ, ვიდრე ანტიქრისტე. ამიტომაც ბნელს ყოველთვის სჯობნის ათელი. ეს არის ყველაზე მთავარი. სანამ ამას სისხორცეულად არ შევიცნობთ, ჩვენ ქართველობას ვერ გავიგებთ. ვინა ვართ ქართველები? არავის არ ვახვევთ თავზე არაფერს, არავის არ ვამეტებთ თავს. პირიქით თავს მდაბლად ხვით, ისე როგორც ქრისტე და ვამბობთ, ჩვენც ისეთივე ცოდვილნი ვართ, როგორც სხვა დანარჩენი. მაგრამ ქრისტე ხომ შეეწირა ყველას. აი ასე შევეწირეთ ჩვენს სულ ყველას კეთილდღეობას. ჩვენი ენაც, ჩვენი მიწაწავიც გაიწირა, წაიღეს, დაინაწილეს, როგორც ქრისტეს კვართი დაინაწილეს. მიიღეს, მადლი მიიღეს და ღმერთმა მოახმაროთ ის მადლი, ოღონდ იცოდნენ. სამადლობელი მაინც უნდა თქვა. ქართველს აქვს შესანიშნავი თვისება. ყოველთვის სადღეგრძელოს ამბობს იმისას, ვინც მისცა ეს მიწაწავი. ეს არის ღმერთი, პირველ ყოვლისა ღმერთმა უბოძა. შემდეგ მისი წინაპარი, ვინც სისხლი დაღვარა ამ მიწაზე და აუცილებელია ეს მადლიერება. ჩვენთვის კი არა. აი მომავალი თაობისთვის, რომ ის იყოს დღეგრძელი, ის უნდა განათლდეს. ხო და დაილოცოს ეს წესი და რიგი ჩვენი პურმარილისა, ჩვენი სუფრისა, რომელიც არავის არ აქვს. ტყუილად ნუ მოიგინეთ თავს, ნუ მოგეჩვენებენ. ახლა და ახლა დაიწყო მსოფლიო ეგრეთ წოდებული სადღეგრძელოს თქმა. მანამდე ის მაინც ვიცით, შობს თუ არა ჩინ-ჩინ იტყოდნენ ევროპელები და ეს იყო სადღეგრძელო. ბუდსდაროვ იტყოდა რუსი და ეს იყო მისი სადღეგრძელო. ახლა უკვე არა. ტოსტ იტყვის და უკვე ჩვენსავით აყალიბებს. ღმერთმა დალოცოს სულ ყველა. წაიღო, კარგი გავაკეთო, ჩვენ ეს არ გვეწინება. მას ბანზე ვთქვით და ჩვენ ბანელები ვართ. ბანზე ვართ, ბანიდან გადმოსულები ვართ, ზემოდან, ზენაქვეყნიდან. ამის ძირი არის ბნ. საერთოდ როცა კუმშავენ სიტყვას, იქედან ხმოვანი ვარდება და ეს არის დაქარაგნება. აი ეს მთვარია და წყალს წარმოადგენს ამ შემთხვევაში წყლის მეოფე არის. თუ ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნი, იქნება ეს მცენარე, იქნება ეს ცხოველის და ლორს რომ აკეთებენ, აპოხს რომ აკეთებენ და იგივე რო ახმობენ მზეზე თესლს და მარცვალს, ხომ დიდხანს ცოცხლობს. აი სიტყვაც ასე არის, თუ შეკუმშავ, ის დიდხანს ცოცხლობს და ის უსასრულოდ შეიძლება სადღაც დარჩეს, სხვა ენებში დარჩეს და მერე როდისღაც იხაროს და გაიდგას ფესვები. აი მაგალითად ამის ფესვი არის ბნ. ეხლა ამოვარდა და შეიკუმშა, ხო? აქედან შეიძლება სიტყვა შებნება მივიღოთ, ანუ შეკრა. მაგრამ თუ მას წინ ას დაუთავ, მაშინ აბნებს პირიქით არის. აი წარმოიდგინეთ, ეს ერთი ასო არის ურთიერთ საწინააღმდეგო, პოლუსური. ერთი შეკრება, მეორე გაბნება. ეს არის სწორედაც სიტყვის ძალა. მას შეუძლია მოკლას და გააცოცხლოს კიდეც. აი ამას, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, მზრდელი, ჩვენი მზრდელი ქვია. კიდევ ერთხელ მეორე, მზე დედაა ჩვენი, მთვარე მამაა ჩვენი. ანუ ორი მზრდელი პოლია. ასტრალურად ორი მზრდელი. ეს ისე ლამაზი სიტყვის კი არა. სინამდვილეში მართლა ასეა ხალხო. ყველაფერი, ყველა წესი ჩვენი, ხინის, ჭირის, მეგობრობის, ვაჟკაცობის, სულ ყველაფერი აქედან გვაქვს მიღებული. ზისთან მთვარის სბორის გვაქვს მიღებული და ჩვენი ხასიათი ზუსტად ამაზე არის მორგებული. გათენება, დაღამება, დგომა, წოლა. ამაზე არის ყველაფერი. და ეს შემდგომ ნებისმიერ ხალხს გადაეცა აი აქედან. ნებისმიერს. ესე იგი, ორი მზრდელი ყოლია.
ეხლა რა მეინტერესა მზრდელი სიტყვა ფუძე და ეს ბოლოს ართი ჩამოვაშორე და მზრდ 7 მომცა ხოლო ელმა 9 მომცა ესე იგივე განმეორდა ჰანი და ბანი გესმით აი აქ ყველაფერი სიმართლე ყოფილა 7 და 9 ზედა მთვარე ის ორი მზრდელი ჩვენი და ზრდა რაღაც ზრდა არის სახელსმნა ყველა ვეგეტაციური ღმერთი ოსირისი იქნებოდა ეს აფისი იქნებოდა თუ სხვა ზრდა განვითარებას უწყობდა ხელს მაგრამ ეს ბუნებაზე არის ლაპარაკი მაგრამ იქედან მოვდივართ ჩვენ ახლა უნდა გავიხსენოთ ჩვენი დავიწყებული ბუნება ძველი მზიური ბუნება ანუ მატრიარქალურ ხანას ვიხსენებთ გახსენებთ ამენით და რას გვეუბნება როგორ ველაპარაკება ის ენა დედის ენა რომელიც ჩვენ არ ვიცით არ შემოგჩენია წერილობით არ შემოგჩენია მაგრამ ჩვენში ხომ დარჩა მამებმა ხომ შემოინახეს ეს წიგნში აი იქ შიგნით დაფარულად რას ველაპარაკება